ვარ ერენე დავითაძე 11 წლის. სწავლობ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, მუსიკა, ხატვა და ძიუდო. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. შემდეგ 2 წელი დავდიოდი ხატვის წრეზე და გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ მასწავლებელი შემეცვალა და ახალ მასწავლებელთან აღარ მინდოდა სიარული. ყველაზე ხშირად ვხატავ ქალაქს, შენობებს და ბუნებას. ჩემი საყვარელი ფერი არის თეთრი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ძალიან მოწყენილი ფერია და მე მიყვარს ღია ფერი. ყველაზე უფრო მეჭირს სახის დახატვა და მიადვილდება ტანის დახატვა. ჩემ ნახატებს ვინახავ, იმიტომ რომ მინდა რომ როდესაც გავიზრდები დავათვალე როგორ ხატავდი ბავშვობაში. ჩემი აზრით, ბავშვობა მთავრდება 13 წლის ასაკში. მე მაქვს ძალიან კარგი და ბედნიერი ბავშვობა. ასე იმიტომ მგონია რომ ჩვენ ოჯახში ყველა ერთმანეთს უგებს და ყველა კეთილია. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა და ჩემი 2 ძმა. ჩემი ძმა არის 22 წლის და ქვია ლევანი. ის არის ძალიან კეთილი, მაღალიც არის და არ არის მორცხვი. მეორე ძმა არის 17 წლის და ქვია ნიკოლას. ყველაზე ხშირად ნერვებს მიშლის, როდესაც სკოლისთვის პრეზენტაციას ვაკეთებ და მეუბნება რომ რაც გინდა რას აკეთებო და თან მიშლის ხელს. მამა ჩემი არის კეთილი, შრომის მოყვარე, სიმპათიური და ძალიან უყვარს ოჯახთან ერთად დროის გატარება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედა ჩემი არის ლამაზი, თბილი, განათლებული და ძალიან უნდა თავისი ბავშვებისთვის, ანუ ჩვენთვის სიკეთე და ყველაფერი კარგი. განსაკუთრებით მიყვარს დედას გაკეთებული ხაჭაპური. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. პირადად მე ძალიან კარგად გამომდის ნამცხრების გამოცხობა. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ბაუნტი. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ იქ ძალიან კეთილი კლასელები მყავს, კეთილი მასწავლებლები და ძალიან ბევრი რაღაცა ხდება. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დავით მიქელაძე. ყველაზე მშვიდია ცოტნე გოგოლაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანა ელიაშვილი. მე ვარ ყველაზე მხიარული და ყველაზე ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. ძალიან მიყვარს ამოცანების სამოხსნა და ძალიან მიყვარს რამეზე ფიქრი და გონების დატანება. მათემატიკაში ყველაფრის სამოხსნა გამომდის ძალიან მარტივ. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ხატია ოგლავა. იმიტომ რომ ლამაზია, მშვიდია, მხიარულია და კეთილია. რაც მთავარია, უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. მე ასევე მიყვარს ცეკვა და უკვე 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ აისში. მახსოვს პირველი დღე აისში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი, მაგრამ არ ვნერვიულობდი. ჯერ გავიცანი მასწავლებელი, შემდეგ ბავშვები და შემდეგ დავიწყე ვაჭიში. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ტრიალის გაკეთება. შედარებით ადვილი იყო ახალი ილეთების სწავლა. აისში ჩემი ქორეოგრაფია თეა ტყაშელაშვილი. თეა მასწავლებელი არის კეთილი, შრომის მოყვარე, მკაცრიც არის და მან შემაყვარა ცეკვა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აფხაზური. ყველაზე მეტად მიყვარს ალბათ ჩაკვრასავით არის, მაგრამ ყველაფერი ერთად არის, ანუ ასე იწყება. ასე. მე ასე ბრუნებით და მე კიდე გზელდება. უკვე მქონდა 6 კონცერტი და ყველაზე კარგად დამახსოვრდა მე-6 კონცერტი. ეს კონცერტი იყო ბათუმში, ძალიან კარგად ვიცეკვეთ და პირველი ადგილიც ავიღეთ. ჩემი გეგმაა რომ კიდევ ვიცეკვო 1 წელი. მე შეიძლება იმიტომ გამოვიდე რომ სპორტში ვაპირებ შესვლას. ჩემი სურვილია რომ შევიდე ძიუდოში, მაგრამ დედა ჩემს უნდა რომ შევიდე ჩოგბურთზე. ნახოთ მომეკო რას გადაწყვეტს. ახლა მინდა რომ ვიყო 6 წლის, რადგან კლასში ყველაზე ჭკვიანი ვიქნებოდა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია მე, ბებია, ელიკო და ილარიონი. საყვარელი ფილმია ვერის უბნის მელოდიები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, საკუთარი თვითმფრინავით ვიმოგზაურებდი ყველა ქვეყანაში. პირველ რიგში სამოგზაუროდ წავედოდი პარიზში. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ბალანჩევაძის მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-4 კლასში და ვუკრავ ფორტეპიანოს. მაინც და მაინც ფორტეპიანო იმის გამო არჩია, რომ ძალიან მიყვარს მოცარტი და მოცარტიც უკრავდა პიანოს. ჩემი მუსიკის მასწავლებელი ანა ნანობაშვილი. ძალიან ვუყვარ და ზოგჯერ მეხვდება. სიამოვნებით დაუკრავდი დის სცენაზე ორკესტრთან ერთად. პიანოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე. გუნდში ესმღერი და ვოკალზეც ცალკე დავდივარ. სიმღერა ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი სიმღერაა Fly Me to the Moon. Fly me to the moon and let me play among the stars. Let me see what spring is like on Jupiter and Mars. In other words, hold my hand. In other words, darling, kiss me. წინა მონაწილემ დამტო ასეთი შეკითხვა. ელენე რომ არ მექვას, რა მერქმეოდ? მე ელენე დამარქვა ჩემმა ძმამ ნიკოლოზმა და ეს სახელი ძალიან მომწონს.
მაგრამ ელენე რომ არ მექვარს, ალბათ მერქმეოდა თამარი. შემდეგი მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლოს, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი პირველი საუკუნის საქართველოში. ჩემი ოცნების საჩუქარია ყვითელი ლამბორგინი. ბედნიერება არის, როდესაც ყველა კეთილია, ყველა კარგად გექცება, ყველას უყვარხარ და ყველაფერი კარგი ხდება შენს ცხოვრებაში და ოჯახში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.